როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნე 1970 წელს მას შემდეგ რაც პიტერ გრანტი გადაწყვიტავს რომ Led Zeppelin-ი პირველად წაიყვანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდე როგორც მოგეხსენებათ ისინი ჯაზ როკის ძალიან ცნობილ ფესტივალზე ბატის ფესტივალზე გამოვიდნენ და საკმაოდ ძალიან ტრიუმფალური გამოსვლა იყო ეს როგორც გითხარით გამოჩნდა ინგლისში ჯგუფი სახელწოდებით Deep Purple რომელიც ითარგმნება როგორც ღრმად მეწამული თავისი ძალიან ცნობილი და მე ვიტყოდი ძალიან გიტარის ჯადოქრით რომელსაც ქვია რიჩი ბლეკმორი რომელიც მთელი წლების მანძილზე კონკურენციას გაუწევს Led Zeppelin-ს და Black Sabbath-ს ამ როკის სამურჩხულს მათ გამოუშვეს ალბომი სახელწოდებით In Rock რომელმაც ფაქტიურად მე ვიტყოდი გადატრიალება მოახდინა მსოფლიო როკ მუსიკაში რომელიც 10 კლასიკადაა უკვე ქცეული In Rock-ი შეიცავდა ძალიან ცნობილ კომპოზიციებს რომელიც ფაქტიურად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს hard rock-ის და heavy metal-ის ეტალონად ისეთები როგორიც არის Speed King, Bloodsucker, Child in Time რომელიც მთელი რიგი თაობების როკ ჰიმნად იქცა და პიტერ გრანტი როგორც ასეთი იქნება ის პროდიუსერი რომელიც ნიუ-იორკში Atlantic Records-ში ჩააკითხავს ჯერი ვექსლერს და Atlantic Records-ის ძალიან ცნობილ დირექტორს ახმედ ეტენგანს და ის შეთავაზებს თავის ჯგუფს ცნობისთვის Atlantic Records-ი აფინანსებდა და სოფლიო სცენაზე გამოყავდა ესეთი ცნობილი სახეები როგორც იყო Aretha Franklin-ი, როგორც იყო Buffalo Springfield-ი, რომელიც ქუხთა იმ დროს მის ეპოქაში, როგორც იყო Cream-ი, როგორც იყო Iron Butterfly და როგორც იყო Procol Harum-ის. სხვათა შორის მოისმინა რა ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც ძალიან მცირე ტირაჟით იყიდებოდა. ჯერი ვექსლერი და ახმედ ეტენგანი დარჩნენ აღფრთოვანებული. და რა თქმა უნდა თანხმობა განაცხადეს ჯგუფის დაფინანსებაზე